მე ვარ ბეკო პოეტი, ისევ და ისევ თქვენთან მოვედი. ბავშვებო, არც კი მჯერა. დღეს ბოლო კონტინენტი უნდა გამოვიცნოთ, აი გუშინდელივით მახსოვს პირველ კონტინენტზე რომ დავწერე ლექსი, ვაიმე, რამდენი დრო გავიდა, მე ხომ უკვე დავბერდი, ვაი. რა თქმა უნდა გეხუმრებით. ახლა კი მოდით სერიოზულად. ჩვენ უკვე 6-დან 5 კონტინენტის სახელი ვიცით. მოდით ბავშვებო, არ დავიზაროთ და გავიხსენოთ ისინი. ევრაზია, აფრიკა, ჩრდილოეთ ამერიკა, სამხრეთ ამერიკა და ბოლო ლექსის პასუხი რა იყო? ის ყველაზე ცივი და დაუსახლებელი კონტინენტი? რა თქმა უნდა, ანტარქტიდა. ახლა კი მეექვსე ლექსი და კონტინენტი უნდა გამოვიცნოთ. რა მინიშნება მოგცეთ ერთი წუთით? ხო, რა თქმა უნდა, ის კონტინენტებიდან ყველაზე პატარაა და იქ ისეთი უნიკალური მცენარეები ხარობენ, რომ მას ხშირად მწვანე კონტინენტსაც უწოდებენ. ახლა კი ჩემი ლექსის დროც მოვიდა. აქაც ბავშვებო, ბოლო სიტყვა მექნება გამოტოვებული და თქვენის უნდა გამოიცნოთ. მოდით დავიწყებ. ინდოეთის ოკეანე კიდევ წყნარი გარს ეხვევა. კენგურუ და თვით კოალაც ყველა სტუმარს ეგებება. როგორც წესი, იქ სულ ცხელა არ გატყუილებთ, მართალია. ახლა უნდა გამოიცნოთ კონტინენტი. აი ეს სიტყვა თქვენ უნდა გამოიცნოთ. ბავშვებო, ჩვენ დავასრულეთ კონტინენტებზე ლექსები, მაგრამ კიდევ იცით რამდენ ლექსებს დაგიწერთ? ძალიან ბევრს. ახლა კი დაგემშვიდობებით. აბა კარგად.